მთლიანი შიდა პროდუქტი არის ის მაჩვენებელი ქვეყნის, რომლის უკანაც უამრავი მაჩვენებელი არის გასასწორებელი და უამრავი თქვათ საკითხია მოსაგვარებელი. თავისთავად ცხადია, მე დარწმუნებული ვარ, რომ ქვეყანაში შეიქმნება ის საინვესტიციო გარემო, ქვეყანაში შეიქმნება ის ეკონომიკური ბაზა, რომელიც მთლიან შიდა პროდუქტს გაზრდის. თავისთავად ცხადია, ამაზეა დამოკიდებული ქვეყნის აუკარგიანობა, ამაზეა დამოკიდებული დასაქმების პრობლემის გადაწყვეტა, ამაზეა დამოკიდებული ქვეყანაში თქვათ საინვესტიციო ფონის გაძლიერება. რამდენი იქნება ამაზე ძალიან ძნელია თქვა, მე ერთი შემიძლია გითხრათ, რომ ალბათ პირველი წელი ურთულესი პერიოდი იყო, იმიტომ რომ არ იყო ეს კოჰაბიტაცია, ეს იყო ქვეყანაში ერთი ავანტურისტი ადამიანის ყოფნა პრეზიდენტად, რომელიც ქვეყნის საქმიანობას უკან სწევდა კოჰაბიტაციისა, როცა პირიქით ხელს გიწყოს, მაგრამ სხვა პოლიტიკურ ძალას წარმოადგენს. ესე ნამდვილად ვერ ვტყვი წინასწარ, ჩვენ დაგვხვდა საკმაოდ მძიმე მემკვიდრეობა და 2 წლის თავზე ჩვენ ვფიქრობთ, რომ ძალიან სერიოზული მიღწევა, რაც აქვს ამ ხელისუფლებას არის ის, რომ ხალხს აღარ ეშინია სიტყვის თქმა, არის თავისუფალი გარემო, არის თავისუფალი არჩევნები და მე იმედი მაქვს, რომ ეკონომიკაც ნელ-ნელა წამოიწევს წინ. თუ 6%-იანი ზდებით წავიდოდით, დაუშვათ ასეთ შემთხვევაში, ალბათ 4 წლის თავზე მიაღწევდა სადღაც 35-დან 37 მილიარდ ლარამდე. ვფიქრობ, რომ ამ ფარგლებში შესაძლებელი იქნება, რომ მთლიანი 6%-იანი ზდა დაწეულია, მაგრამ ბიზნესისთვის არის ისეთი პირობები შექმნილი, რომ ბიზნეს განვითარების მეტი სხვა გზა დარჩენილი არ აქვს. საკანონმდებლო მიმართულებით, პოლიტიკური მიმართულებით, ფსიქოლოგიური მიმართულებით, კრიმინოგენული მიმართულებით ბიზნესისთვის არის კარგი პირობები შექმნილი.